აფგან სადიგოვის გაძევების ფონზე ცნობილი ხდება, რომ თბილისში ილჰამ ალიევი ჩამოდის. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით ის ხვალ 6 აპრილს ჩამოფრინდება. თბილისის ცენტრში აზერბაიჯანის დროშებია გამოფენილი, რაც მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტზე მიანიშნებს. უკრაინამ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. უცხოელმა პარტნიორებმა კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შემსუბუქებას თხოვეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საუბრობს. ბუდანოვი არ აკონკრეტებს რომელმა ქვეყნებმა, თუმცა აცხადებს, რომ თხოვნის მიზეზად მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა დასახელდა. ბუდანოვს არც იმაზე უსაუბრია, მზადაა თუ არა უკრაინა ამ თხოვნის შესასრულებლად. თუ ბრიტანელი სამხედროები დაიწყებენ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დაკავებას, უპასუხოდ არ დარჩება. იმუქრება რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში. შესაბამისი ზომები მუშავდება და ეს ბრიტანელებისთვის სიურპრიზი იყო, აცხადებს ანდრეი კელინი. 25 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ საზღვაო ძალებს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში იმ გემების გაჩერების უფლება მისცა, რომლებსაც სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობი გადააქვთ.